გურჯაანში საზოგადოებრივი ტრანსპორტის დანიშვნიდან 1 წელი გავიდა. მუნიციპალიტეტის სოფლებში ავტობუსები 3 კარდენახის, კახიფარისა და კაჭრეთის მიმართულებით მოძრაობს. რეისები სრულდება ქალაქშიც. რამდენად გაამართლა საზოგადოებრივმა ტრანსპორტმა ჩვენი გამოკითხვა. Pani ავტობუსების მოძრაობა სწორად არის ორგანიზებული რაიონის სპეციალური მერის სამსახურის სპეციალური სამსახურის მიერ. კეთის სიდისერაც ემსახურებიან დღოლები და კონტროლიური ქალბატონები მოქალაქეებს, მგზავრებს. სუფთად გამოიყურება ყოველთვის ავტობუსი, გარეგნულადაც და შიგნითაც ესთეტიკურად ლამაზი და სისუფთავი არის. ძალიან სასიამოვნო არის მგზავრობა მოქალაქეებისათვის. პირადად მადლიერი ვარ, რომ ეს ავტობუსი მართლა გამოგვიყო ჩვენმა მთავრობამ და კარგია. ამაზე მეწის იქეთე რა გინდა კაცო? ათ ჩაურად გურჯაანში გადაიდიხარ. ათ ჩაურად ხალხი მოიდიხარ. ამნაირი საქმე, ამ მთავრობას კი არა. აი 1000-ნაირი ამნაირი მთავრობა რომ მოვიდეს, ვეღარ გააკეთებენ ამნაირი სიკეთეს. ტაქსონში უნდა გადაიხადო, რამდენი და აქ უნდა გადაიხადო 50 პენსიონერმა, ხო? სოციალურად დაუცველმა, ეს ხო არის შეღავათი. ეს არის ძალიან დიდი შეღავათი ადამიანების ბიუჯეტისათვის. ეს შესანიშნავი საერთოდ ღვაწლია. აი ამ ადამიანების ეკონომიკური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად და აი მათთვის კი ვისაც უკიდურესად უჭირდა და ძალიან ხშირად ექიმთანაც კი ვერ მიდიოდა, იმიტომ რომ თავს ვერ უყრიდა ფულს წამლისთვისაც, აი მგზავრობისთვისაც, ხო? ეხლა ეს არის აი ღვთისწყალობა. ძალიან კმაყოფილი ვარ ნამდვილად, უდიდესი შეღავათია კი, იმიტომ რომ კარდენახიდან პირდაპირ მივდივარ კოტეხში და ყოველთვის გადავყავარ მთოლს, არანაირი პრობლემა არ არის. ჩვენ უგვევალება ბარათების გატარება, კონტროლი რომ ვინმეს ბარათით არ იყოს, არ იმგზავროს და ამ ფუნქციას ვასრულებთ, რაც შეიძლება კომფორტული რომ იყოს მოსახლეობისთვის მგზავრობა.